ეს არის ნაკრების წევრების მიერ ხელმოწერილი ბურთი, რომელიც შეიძლება შენი გახდეს თუ ვიდეოს ყურადღებით უყურებთ. 10,000 ქართველი ვარ შეკრებილი ახლა ჰამბურგის ქუჩებში და დღეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩვენს ჯგუფურ ეტაპზე. დორტმუნდში დავმარცხდით, მაგრამ გჯეროდა რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოგზაურობ. ახლა კი ჰამბურგის და გელზეკი ხენის დროა. მე ევროპის ჩემპიონატზე თამაშების საყურებლად ჩამოვედი. არ მეკონა აქ თუ მოვიდოდი. გოწა, დაზაგეთებ. ადინზე აღარ მისწრება ჩემი. This is no possibility. We can't help for this case. Sorry. ჰამბურგი არის გერმანიის მეორე ქალაქი მოსახლეობით. სოფლიოს პირველი ქალაქია ხიდების რაოდენობაში. ლონდონის, ვენეციის და ამსტერდამის ხიდები ერთად რო აიღო, ჰამბურგში უფრო მეტი ხიდი არის. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ქალაქი ძალიან ემეგობრება წყალს. აქ არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტი, რომელიც ქუთაისზე დიდი არის. ეხლა მივდივარ სწორედ ამ პორტის სანახავად და იმედია დრონის აფრენის შესაძლებლობა მექნება. ხელაღუზარი. აშკარად ეს არის ჩემი ტრანსპორტი. რამოვასარი. ამაგარი არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი რო ყავს გემი ქალაქში. საკმაოდ შქარი. საცობში არ ხვდება არაფერი. მეუნებიან სადაც აკრძალულია ფრენაო ისო, მაგრამ რა ვიცი, მე დავფრინავ იმავე. აი, მოდი ახლა ერთად გავარკვიოთ, არის თუ არა ჰამბურგერი ნამდვილად ქალაქ ჰამბურგიდან. თუ ეს ყველაფერი ერთი დიდი წყვილია, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. არ ვიცი კვლევებმა რა დაადასტურა, მაგრამ დღევანდელი დღეის მერე ეს კვლევები ნამდვილად შეიძლება. ვაიმე რა კაია. ეს ბურგერი არის ნამდვილი ბურგერი და ეს არის ჰამბურგიდან. იმედი მაქვს ჩემ გეიდაშურს ექნება ოფიციალურ მატჩებში დებიუტი. გიორგი გველესიანი, რომელიც გამოძახებული არის, თავარია მიეცეს უბრალოდ შანსი. გაუმარჯოს გამარჯვებას. შენთანა ვარ ნურაფის გეშინია შენთვის ვერი სამრის ბოლო. Yes, I love Georgia. Really? განსხვავებული გარემოა დორტმუნდისგან, იმიტომ რომ სურთების რაოდენობა და შემართება ლიდერობდა, მაგრამ აქ გონია რომ მარტო ქართველები ვარ საერთოდ. აი ეს არის ჩვენი სუპერ პროფესიონალი ნაკრების ფოტოგრაფი კუპრა. მან გვიტევენ პირველივე წუთებიდან, მაგრამ მამარდა მიყო ჩახა და მამარდას იმედი გვაქვს ყველაზე მეტად. ისევ როგორც დორტმუნდში, აქაც კომაგებთან ერთად გულშემატკივრობდი ნაკრებს. ძალიან აფორტუდა რა. დასას ისტორია საინტერესოა მართლა რა, უნიკალური კაცია. 13 წლის არის და 13 წლისა. ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული კომაგია. სულს და გულსდებს რა ამდენად. კომაგებს შეიქმნა 2010 წელს World Sport G იყო ესეც საიტი, სადაც დებოდა საფეხბურთო სტატიები და იმის კომენტარებში გაჩნდა იდეა, რომ შექმნილი იყო ორგანიზაცია, რომელიც ხარს დაუჭირა ჩვენს ნაკრებს. ჩვენი ორგანიზაცია ენთუზიაზმის, ურთიერთობის და სიყვარულის მეტი არაფერზე არასდროს არ ყოფილა დამყარებული. როგორც გონია რომ არის აწევრო საკომისიო არაფერი. დაუწერელი წესიო ვთქვათ რა, თუ არის რაღაც ეგეთი რა, მაგალითად ის რომ თეთრი ხო? თეთრი და ფეხზე უნდა იდგე და არაფერი არ გჭირდება, გარდა იმისა, რომ გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. და მე ყველაფერი გულიდან მოდის რა. მე რა ახალი საქართველო იბადე. რა უნდა მოვლა. საკაჩოლო. ეხა ერთი ორი სამი წუთი მოვისყენთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისევ გაიწყებენ ჩვენი ბიჭები შეტევას და დავალწუელეს. თავისა დებიუტო მატჩი არის ოფიციალურ მატჩებში. გველესიანი გიორგი. ამ მომენტს ელოდებოდა 33 წელი. დარწმუნებული ვარ ძალიან ამატია მონდომებული იქნება ეხა ამ. თამაშის ბოლო წამს იყო ერთი მომენტი, რომელმაც ჩვენი ყველას ხასიათი სრულად შეცვალა.
მაშინ როდესაც ჩვენი პირველი ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ქულა უნდა გვეზეიმა, ამ მომენტის გამო ეს თამაში წაგებულად ჩავთვალეთ. აუ რა გატეხილშია ბიჭო. საბაშეო გამხდარიყო ამ თამაშის გმირი საქართველოს დღევანდელი გმირი, მაგრამ არა უშავს. გასავარია ჩვენი გუნდი ამშვიდებს მას და მომავალში უკვე ძლიერები ვიქნებით. ეს მომავალი კი შორს სულაც არ ყოფილა. ახლა მე ჩამოვედი ქალაქ ველბერტში, სადაც საქართველოს ნაკრებს აქვს ბაზა და აქ ჩამოსვლის მთავარი მიზეზი არის ის, რომ აი ამ ევროპის ჩემპიონატის ბურთზე მოვაწერინო ხელი ნაკრების ბიჭებს და ჩემს გამომწერებში გავათამაშო. როგორ ჩანს ველბერტი პატარა, ძალიან მყუდრო და წყნარი დასახლება არის. აქ სულ კერძო სახლებია, წყნარი ქუჩები და რაც მთავარია გარშემო არის სულ სიმწვანე. მოკლედ სრული კომფორტი აქვს ჩვენს ბიჭებს იმისთვის, რომ ბოლო მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ გავიმარჯვოთ. აი ესეც საინტერესო რამე შეხვდი. ეს არის გარე ბიბლიოთეკა. ხედავთ? საკმაოდ ბევრი წიგნია. როგორც აქედან ხალხს მიაქვს წიგნები და შემდეგ როცა წაკითხავენ, რა თქმა უნდა, აბრუნებენ. მოკლედ სრულად მოსახლეობის მიერ კონტროლირებადი ბიბლიოთეკაა ეს. და ესეც სასტუმრო, სადაც ჩვენი ბიჭები არიან. უცხოელი ბავშვები არიან შემოხვეულები აქაურობას. They come coming each time, each day. I think after school. Who you are waiting for? What about Mikautadze? Do you not know Mikautadze? Mamardashvili? Yeah, Dashvili. Yeah, you will know soon, all of them. They are great players. But Quara is the best, yeah? Quara is Quara, it's თამაშობ თუ არა. Ronaldo-სთან თამაშები რო გაქვს, იმედია რაღაც მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება. I'm sure we can. რა, რაღაც მაინც გამოცდილება გაქვს, იცნობ. იგი თამაშობს Ronaldo-სთან ბევრი სულ, მაგრამ მაინც უწევს გოლებს. აი, ვარაღა. ვა. მე ერთი ჩემს გამომწერებს. სიგნიჩერს რა თქმა უნდა არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საათები აქვს უკვე ჩვენს ფეხბურთელებს და ვაწერებს ახლა გველესა ბიჭებს ბურთზე ხელს. ვა. აუხა. აგა ჩემ მომო. ჩემ დაყურებინო ძმაო ხალხს. აუ რა მაგარი თამაში ქონდა ბოლო ძმაო. ეს ამიწერე კინო 6 მაგიო 6 თვითონს ფეხბურთს თამაშობს 10 თამაშობს კი ფეხბურთს თამაშობს თი ბავშვთან რა მოგიხერხდება ერთი რომ მოგაწოდე რა ოპა ჯიგრები აი ბიჭები ზამთარ მაიტას ხოძები ეკმედეს რომ რაღაც ჩემთვის მიულოცე დავაგების ხო ის გარდაუღრა მეთან გამომოგზავნა კავშირი და მიულოცე და ისაა დავაგების რა მიუსურებს ყველაფერს აუქცესოს მეთქი რაღაცა შობლებს დაუჯერე მეთქი ეს ყველაფერი რაღაცა რა შობლებს დაუჯერე 30 წლის ვარ შობლებს გაიხარე არ დაუჯერე აბა რა გინე ჩემი მიჯინი დაცა მოსი აუ მაგრამ ვისწორდება შენი ვაფშე ხულა ნებისმიერ ადგილს განსაკუთრებით მოწერდოთ ხელი ძმაო განსაკუთრებით სინკვესებში დინამოს ექიმი რატო ნაკრების ექიმია რა მაგრამ ეს ცნობილი როგორ დინამოს ჯამსელები არიან ბიჭები კი რაღაც არიან ჩამსელები ვართ ბიჭო ნერვიულობ ხოლმე ტიპები რომ ეცემიან და შევდი ხარ მაგაზია მათ შეტევებზე ის რომ მიდი და მედია ძმაო რონალდოს კიდე ნაკრების მაისურით შეხვდები ძალიან ბედნიერი ვარ რომ ესეთი კაი საჩუქარი შემილია გავუკეთო ჩემს ერთ-ერთ გამომწერს და დააკომენტარე ნებისმიერი რამე შეიძლება ეს საოცარი ბურთი შენი გახდეს 26 ივნისი ჩვენი გადამწყვეტი მატჩის დღე გელზეკიხენი პატარა ქალაქია 250,000 მოსახლით ამ ქალაქის ისტორია შიგროთ არის დაკავშირებული ქვანახშირზე და მის მოპოვებაზე თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისში ბოლო ქვანახშირის მომპოვებელი მაღაროც დაიკეტა და დღეს ადგილები არის გადაკეთებული ტურისტულ ღირსშესანიშნაობებად სწორედ ერთ-ერთ მათგანთან მივდივარ ახლა და ეს ტყეში ჩაფლული გზი არის ქალაქთან ძალიან ახლოს ხო თამაშამდე დარჩენილი არის სულ რაღაც 7 საათი და მე ვარ სადღაც ალახებში. აუ იმენა ევროპის ჩემპიონატზე თამაშების საყურებლად ჩამოვედი და სად აღმოჩნდი ნახადათ არ მეგონა აქ თუ მოვიდოდი. გოწა.
ასე გაშლის სივრცეში გადაინაცვლა ჩვენმა მარშრუტმა და აი უკვე იქ ჩანს კიდან გასასვლელი და ამ მონუმენტს 60-ისკენ მიმავალ კიბესაც ეძახიან. ეს მონუმენტი არის მეშახტეების საპატივცემლოდ გაკეთებული მათი შრომისთვის და 35 უშველებელი ლოდისგან შედგება. აქედან არის საოცარი ხედი. თელი გელზე კი ხენი ჩანს, თელის გულზე წინ ასევე ჩანს სტადიონი, სადაც დღეს საქართველოს ნაკრები იმედია გაიმარჯვებს. ახლა საქმეს მივხედოთ. ჩვენი საქმე კი საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა, ქართულ ხალხთან გაერთიანება, ქართული ჟინის, ქართული სიმღერის გაზიარება. ჩვენ მოვდივართ, ჩვენ ვართ საქართველო, გამარჯვების გზაზე ჯერა. ამ სტადიონს ერთი ქართული ისტორიაც უკავშირდება. ლევან კობიაშვილს აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგური ჰეტ-ტრიკი 2005 ესო ინთავის წინააღმდეგ და იმედია დღესაც ავაჯრია და გოლების აი ვეწველი რა. ნახე რა კაია ღმერთო. ესეც ფელტის არენა ჩვენს წინაშე. აქ უკვე იმდენად ვიყავი ემოციურად დაღლილი და გადამწვარი, რომ ერთი ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ბიჭო, მოდი ას ვიზა ვიცი, შეგაძე და უცებ მოვალ რა. სტადიონზე აღარ მისვებენ ჩემი კარი. არა და შუტკაც ვკითხე რომ გამოდიოდი. პრობლემა ხო არ იქნება თქო და არა. კონკურს ელემენტები არიან ჩანთიდან. Yes. ძალიან მოგონია ჩემი. დაახლოებით 40 წუთი 10 სხვადასხვა ადამიანს ვესაუბრე, აუხსენი სიტუაცია, მაგრამ ყველა მითხრა We რომ can't help process case. Yeah. Sorry. თამაშამდე იყო დარჩენილი დაახლოებით 9 საათი. რა უნდა მექნა? უცადე შეპარვა. შალაგბაუმის ქონდა შევძვერი. შევიპარე, მაგრამ საიდანღაც ამოვარდნენ, დამიჭირეს და დაუძახეს სპეცრაზმელებს. დაახლოებით 800 სპეცრაზმელი მოვიდა და იმან მივხვდი, რომ всё, მეთქი დამინწრე. იმის მაგიროთ რომ ეს ხელი ჩაევლოთ და გავეთრიე მოკლედ და რაღაცები. მოვიდნენ და მკითხეს, აბა რა ხდება? რატო იპარები? რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? მეთქი. დავიწყე ისევ ყველაფრის ხელახლა ხსნა ამათვის და ამ დროს გამახსენდა, რომ სტადიონიდან რომ გამოდიოდი GoPro ჩართული ჩავიდე წელის ჩათაში. მგონი ვიდეო მაქვს, სადაც ისმის. ძალიან გარკვევით, რომ მე ვეკითხები თქვენს თანამშრომლებს, რომ გავიდეთ თუ შემოვიმშებთ უკანთქო. გვაჩვენეო. და ვიპოვე. Hi, can I come back? I forgot something in my bag. Yeah. თამაშამდე არის დარჩენილი დაახლოებით 7 წუთი, უკვე ევროპის ჩემპიონატის ჰიმნი ისმის და ამ დროს მოდის ერთი სპეცრაზმელი და მეუბნება, რომ შეგიძლია წახვიდე, ოღონდ ძალიან გთხოვ არაფერი დაგრჩესო. აუ თუ მჯეროდეს ღმერთო. აი ჯერა. თამაში დაწყებიდან სულ 2 წუთში კვარამ გოლის გატანა მოახერხა. ამ დღეს საქართველოს ნაკრებმა თავისი საუკეთესო მატჩი გამართა და ევროპული ისტორიაც დაწერა. გავდივართ ევროპის ჩემპიონატის მერვე ფინალში. სწორედ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთთან გავმართეთ ჩვენი მერვე ფინალი და კარგადაც ვანერვიულობთ.
სამწუხაროდ ეს მატჩი ვერ მოვიგეთ, მაგრამ არც დაუმარცხებულ ვარ. ამასკო ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ დღეს ვიდგებოდით ევროპის ჩემპიონატის მერვე გუნდს. ჩვენ შევძელით და ჩვენი ბრძოლით და ჩვენი გულშემატკივრობით მსოფლიოს თავი გავაცანით და შევაყვარეთ. ერთმანეთი უფრო შევიყვარეთ. გავადრო და ჩვენ ამ თავგადასავალს ერთ დიდ გამარჯვებას გავიხსენებთ და ერთმანეთს ვკითხავთ. ის გახსოვს პარამ რო პორტუგალია შეუსულა. როლესიანის ვაროშის პენა. გახსოვს მამა და მრებია. ჩეშვილი და რონალდო. პიტერო ყავდა. პიტერო გავედ. მერვეთ ფინალში რო ვითამაშე. ეს გამარჯვებები ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავი იქნება, რადგან ბრძოლა, ჟინი, თავდადება ყოველთვის ფასდება, რადგან ჩვენ გვჯერა.